ახალგაზრდა ადვოკატები ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ახალი ტალღის დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ სასწავლებლის საქმიანობაზე კვლევა ჩაატარა. დასკვნის თანახმად მონიტორინგის შედეგად ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა. კოლეჯის 70-მდე თანამშრომლისგან დირექტორთან ნათესაური კავშირის ნიშნით არ შერჩეული. არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების სამინისტროს მიმართავდა კოლეჯში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 1 ნოემბრამდე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. დასკვაში მოხდა თამარ კაიკაციშვილის საქმეც. ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებით თანამშრომელი დავით მჭედლიშვილმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. თამარ კაიკაციშვილის საქმეს დღეს განიხილავს უზენაესი სასამართლო, რაც შეეხება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. მათ დაადგინეს, რომ დირექტორის მიერ გაცემული ბრძანება თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კოლეჯ ახალ ტალღაში დღემდე ხდება პოლიტიკური ნიშნით პირების თანამდებობიდან გათავისუფლება.